ჩვენ რატო გვჭირდება ჯანმრთელობა? მოდი ესე ვთქვათ, ზოგადად ჯანმრთელობა და რა არის ჩვენ ჯანმრთელობის მართვა? ანუ რა არის მედიცინის როლი და რაში უნდა დაგვეხმაროს, ხო? ანუ ჯანმრთელობას აქვს ორი რისკი, ორი ფაქტორი. ეს არის სიცოცხლესთან შეუთავსებლობა, ანუ ჯანმრთელობის რაღაცა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს, ვთქვათ, სიკვდილი და მეორე ეს არის რაღაც პერიოდში და მეორე ეს არის ანუ ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუარესოს, ხო? საბედნიეროდ მენტალური პრობლემები პირდაპირ კავშირში სიკვდილს არ იწვევს, მაგრამ მათ მკვეთრად შეუძლიათ ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუარეს. ამიტომ ჩვენ როცა საუბრობდით ადაპტაციურ მექანიზმში, ზუსტად ეს იგულისხმება. მაინც ის, რომ რამდენად ადამიანს მისი მენტალური მდგომარეობა, მოდი ერთ არ ვახსენოთ დაავადება და ასე შემდეგ, მისი მდგომარეობა მენტალური რამდენად უშლის ხელს მას, რომ სრულყოფილად იფუნქციონიროს. ფუნქციონიროს ყველგან, ნებისმიერ მიკრო და მაკროსოციალურ გარემოში, ხო? როგორი აქ ნებელობა, мотиваცია, მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია, კომუნიკაციის უნარები, ხო ესეა? გუნებგანწყობა, არის თუ არა შფოთვა, რომ მათ შეიძლება ასევე ძალიან შემშელი ფაქტორი გამოიწვიოს. ამიტომ ჩემთვის, როდესაც როგორც ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხომ თვითონ იმ ადამიანის შეფასება. ანუ მე ყოველთვის ვეკითხები და ვცდილობ ადამიანმა ამიხსნას რა არის ის, არა მშრალად სიმპტომის დონეზე, არამედ რა არის ის პრობლემა, რა აწუხებს მას. გესმით? ანუ მშრალი სიმპტომი კი არა, ანუ რა აწუხებს, რა უშლის ყველაზე მეტად მას ხელს, რომ მას გქონდეს ანუ ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ეგრეთ წოდებული well-being.